მოგესალმებით მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერშია. დღის მთავარ მოვლენებს 12 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. ამ წუთებში კოალიცია ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგი იწყება. კოალიციის ლიდერები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ და სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრთან 2 თებერვალს გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრებენ. კოალიციის ოფისს ჩვენ გამოსვლის დაწყებისთანავე პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ. საქალაქო სასამართლოში კი თენგიზ გუნავას საქმის განხილვა იწყება. დაცვის მხარე დღეს მტკიცებულებებს წარადგენს. სამეგრელოს ზემო სვანეთის გუბერნატორს პროკურატურა ნარკოტიკული ნივთიერების და იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. თენგიზ გუნავა სასამართლო გადაწყვეტილებით ორჯერ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ბრალდების მხარემ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაც მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესს ბრალდებულიც ესწრება. ჩვენი შრომგონები იქნება მტკიცებულების დაუშვებლად ცნობაზე და დევნის შეწყვეტაზე, მაგრამ კონკრეტულად პროკურატურა თუ ამ ეტაპზე რითი შრომგონებს ჩვენთვის უცნობია. ერთი სავარაუდოდ იმით, რომ მტკიცებულების დაშვება ცნობა მოითხოვს თავის მტკიცებულები. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ ასევე ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულების დასაშვება ცნობას და ამის შემდეგ მთლიანად დევნის შეწყვეტას, იმიტომ რომ იმდენი მტკიცებული აქვს მოპოვებული, რომ ეს დანაშაული არის შეთხინდა ჩადებული ეს ნარკოტიკი და იარაღი, რომ ყველა ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს დაარწმუნებს თენგიზ გუნავას უდანაშაულობაში. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ღვინიაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე განმეორებით დაიბარეს, მაგრამ ღვინიაშვილი მისვლას არ აპირებს. ის მზად არის გამომძიებელთა შეკითხვებს პარლამენტში უპასუხოს. უმცირესობის წევრი აცხადებს, რომ დეპუტატებს ბევრი საქმე აქვთ და პროკურატურაში ვერ გამოცხადდებიან. მთავარი პროკურატურა კახეთის ყოფილ გუბერნატორს შეკითხვებს ამირან რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დაუსვამს. რობაქიძის მკვლელობისას გიორგი ღვინიაშვილი თბილისის პროკურორი იყო და ეს თანამდებობა 2008 წლიდან ეკავა. საქართველოს დელეგაცია მოსკოვში ქართული ღვინისა და სურსათის ხარისხის შესახებ პრეზენტაციას გამართავს. საუბარი იქნება იმის თაობაზე, თუ როგორ კონტროლდება საქართველოში პროდუქცია, როგორ ხდება ექსპორტის სერტიფიცირება და ამის შემდეგ დაიწყება განხილვა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დასაბრუნებლად. ქართული დელეგაცია მზად არის ესაუბროს რუსეთის მთავარ სანიტარს გენადი ონიშენკოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფუნქციები აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის კონტროლის კუთხით და რამდენად იქნება დაცული ის პროდუქცია, რომელიც რუსეთში ექსპორტზე გაიგზავნება. 7 კაციანი დელეგაცია ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით მოსკოვში გუშინ გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციის წევრები მოსკოვში ქართული ღვინისა და სხვა პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გენადი ონიშენკოსთან გამართავენ. დღევანდელი შეხვედრა არის სამუშაო ტიპის შეხვედრა, სადაც ამ საკითხებს განვიხილავთ და მე ვნახოთ რა შედეგებამდე, რა შეთანხმებამდე შეიძლება მივიდეთ. ამიტომ ფაქტურად შეხვედრის შემდეგ უპრიანი იქნება გარკვეული კომენტარების გაკეთება, თუ სადამდე მივედით და რაზე მოხდა შეთანხმება რუსულ მხარესთან. დღეს ეს რიგი არის ქართული ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის კონტროლის სისტემა და სერტიფიცირება საქართველოში და მის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს ის საკითხები, რომელზეც შემდეგ გვექნება მსჯელობა და ალბათ რუსული მხარე კითხვების დასმით მიიღებს ამავდროულად ინფორმაციას ჩვენგან. ამის შემდეგ დაიგეგმება შემდეგი კონკრეტული ნაბიჯები, შესაძლოა ამას მოყოს რუსი სპეციალისტების ვიზიტი საქართველოში, რომ ათვალიან თვალით ნახონ ის, რაზე ჩვენ საუბრებით. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში მიხეილ მაჭავარიანის დაკითხვას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უარყოფს. ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მიხეილ მაჭავარიანი პროკურატურაში დაბარებული არ ყოფილა, იგი იმყოფება მივლინებაში. აღნიშნულია განცხადებაში. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. დღესვე პრესკონფერენციას გამართავს გოგლა ჟვანია. გარდაცვლილი პრემიერის ძმა განცხადებას 2 საათზე გააკეთებს. ზემო ფონიჭალაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები დახმარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ შენობა, სადაც 2006 წლიდან ცხოვრობენ, დევნილთა სამინისტროს სახელით უცნობი პირები ედავებიან. ისინი აცხადებენ, რომ კორპუსი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსია, მაგრამ სამინისტრო მათ პრობლემებს არ ოქმნის. მიუხედავად ამისა, დევნილებისათვის ბინების ჩამორთმევა უკვე დაიწყეს დევნილთა სამინისტროს სახელით მოქმედმა პირებმა. გამოსახლებულია 3 ოჯახი, უსახლკარო დარჩენა კიდევ 3 ოჯახს ემუქრება. სოციალურად დაუცველები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. შეიეკაც გადაგზავნილია სასრულე. მე მოვითხოვ ეს საქმე გამოიძიონ თავიდან შვილო. იმიტომ რომ ტყუილი საბუთებით გვასახლებენ. მე შესყიდვაზე მაქვს შეტანილი 8 წელი ვცხოვრობ. 2006 წელს დეპორტითა ვართ ჩვენ.
უსახკარო ხალხი ვართ შემოსული შვილო. ჩვენ მოვითხოვთ ტოლვითა სამინისტროში ბარდაველიძემ ტყუილი საბუთი გასცა და უჩივით ბარდაველიძეს შვილო. და კოკაიას უჩივით შვილო. იმიტომ რომ ამათ სულ ტყუილი საბუთები გასცეს რომ მივი გასცეს რომ თვითონ ტოლვილების არის. ტოლვილები ჩავასახლე, მაგრამ ეხლა რომ იძიო შვილო არც ერთი ტოლვილი არ ცხოვრობს აქ. სულ ყველა გაჭირვებულები ვართ. შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლისათვის განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის პროექტის პრეზენტაცია გამართა. გეგმა სტრუქტურის აპოლიტიკურ სტრუქტურად გარდაქმნას ითვალისწინებს. ერთ-ერთი პრიორიტეტი სასაზღვრო დაცვის უზრუნველყოფა იქნება. პრეზენტაციას სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. უფრო ვრცლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის შესახებ ნოდარ ჩაჩუაი საუბრებს პირდაპირ ეთერში. პრეზენტაციაში სასტუმრო რედისონში უკვე ამ წუთებში გრძელდება და იგი სავარაუდოდ რამდენიმე წუთში დასრულდება. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გარდა სტრატეგიისა ასევე იმ ახალ სტრუქტურაზეც ისაუბრებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა და რომლის სახელწოდებაც რეფორმებისა და განვითარების სააგენტოა. ის იზრუნებს სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს როგორც გრძელვადიანი ასევე მოკლევადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე, რომლის მთავარი და ძირითადი მიზანია ერთ-ერთი მთავარი მიზანია საზოგადოებრივი პოლიციის შექმნა, ასევე სტრატეგიაში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული პრიორიტეტები, რომელიც დამყარებულია ადამიანის უფლებებს. ვისაც დღემდე ვერ გაუგია პოლიცია ვის უნდა ემსახურებოდეს, განსაკუთრებით ყოფილ ხელმძღვანელებს ეხება ეს შინაგან საქმეთა სამინისტროსი და იგივე ბატონ მერაბიშვილს კარგად წაიკითხონ ეს კონცეფცია და კარგად გაეცნო პოლიციის ეთიკის კოდექსს, მის საქმიანობას და ვნახავთ, რომ ჩვენ დღეს გვყავს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც მთავარ ფუნქციას ასრულებს, არა პოლიტიკურ დავალებებს, არამედ მოსახლეობის უსაფრთხოებას, მის დაცვას. საინტერესო დოკუმენტია, თუმცა მისი დახვეწა შესაძლებელია და მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთხელ ვიტყვი სამოქმედო გეგმა, რომელიც ჯერ არ არის წარმოდგენილი და არ გავცნობთ. შეხვედრის დაწყებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურმა გააქცელა მოკლე ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებისთვის, სადაც საუბარია იმაზე, რომ მსგავსი ტიპის სტრატეგია, მოკლევადიანი ასევე გრძელვადიანი სტრატეგია შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ არსებობდა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ აღნიშნული სისტემა საქმიანობდა ერთიანი სტრატეგიის გარეშე, რაც საერთო განვითარებას უშლიდა ხელს აღნიშნული უწყებისა. ჩვენ შეხვედრის დასრულების შემდეგ ვეცდებით კომენტარები ჩავწეროთ შეხვედრის მონაწილე მხარეებთან. დღევანდელ შეხვედრას ასევე დიპლომატიურ უწყებასთან ერთად სახალხო დამცველიც ეწნება, რომელიც სავარაუდოდ სწორედ ამ სტრატეგიას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განიხილავს და შეაფასებს, ასე რომ საკმაოდ საინტერესო იქნება მათი მოსაზრებები, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ ექნება სწორედ ამ მოსაზრებების მოსმენისა და გაგების შესაძლებლობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის შესახებ ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა. საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით აღრიცხვაზე 25,153 პაციენტი იმყოფება. კიბო, იცოდით თუ არა? ამ სლოგანით დღეს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. წლევანდელი კამპანიის მიზანი ავთვისებიანი სიმსივნის შესახებ სტერეოტიპების მსხვერპლაა. ეს დღე გაერთიანებული ერების და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციებმა კიბოს პრობლემისადმი საზოგადოებრივი ყურადღების მისაპყრობად იმ ინფორმაციის მიწოდების მიზნით დააწესეს, რომ კიბო არ არის ფატალური დაავადება და დროული და სწორი მკურნალობით დაავადებულთა უმეტესობას სრული განკურნების შანსი აქვს. კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. 4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც ფართოდ აღინიშნება მთელ მსოფლიოში. დღეს საქართველოს ონკოლოგიური საზოგადოება დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გეგმავს ძალიან ფართომასშტაბიანი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც ჩატარდება სასტუმრო რედისონში დღის 3 საათზე. ამ წუთებში კოალიცია ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგი დაიწყო. ბრიფინგს ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. კოალიციის ოფისს ჩვენ მოგვიანებით ჩავრთავთ, ახლა კი დღის სხვა მოვლენები. ინციდენტი მოხდა ზუგდიდში. გვიან ღამით პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციასთან გაშლილ კარავში მყოფ დევნილებთან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ლევან თორია მივიდა და დევნილებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თორია დევნილებისგან კარვის დაშლას და პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლებას ითხოვდა. აქციის ორგანიზატორები ინციდენტის დამკვეთად მხარის გუბერნატორს თენგიზ გუნავას ასახელებენ. პოლიციამ ამ საქმეზე ძიება დაიწყო და მოწმეები დაკითხა. პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის გადადგომისა და უსახლკარო დევნილებისათვის რეზიდენციის გადაცემის მოთხოვნით აქცია მე-15 დღეა მიმდინარეობს.
და ჩვენ კვლავ უბრუნდებით ქართული ოცნების ოფისს, სადაც ბრიფინგი დაიწყო. მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი გახდა ხალხისა და პარლამენტის ნდობის მქონე მთავრობის გარეკვა და მხოლოდ მისი ნებასრულის შემსრულებელი მთავრობის დანიშვნა. ამ საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნა იმთავითვე ცალსახად უარყოფითი იყო. დასკვნაში ნათქვამია, ციტირებას ვაკეთებ, ამ შემოთავაზების გაზიარება რთულია, ამგვარ მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნულს არ ექნება ლეგიტიმურობა, როდესაც პარლამენტი სამჯერ უარყოფს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ მთავრობას, პრეზიდენტს არ უნდა შეეძლოს ისეთი პრემიერის დანიშვნა, რომელიც პარლამენტს არ აურჩევია. მას უნდა შეეძლოს პარლამენტის დათხოვნა და მოქმედი პრემიერ-მინისტრისათვის მოვალეობის შესრულების დაკისრება არჩევნების დასრულებამდე. ვენეციის კომისიის დასკვნა მარტი 2004 წელი. მიუხედავად ამისა, კონსტიტუციის ეს ჩანაწერი 9 წლის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა სამწუხაროდ დემოკრატიულ სამყაროს. ვინაიდან სააკაშვილი ახერხებდა ყველასათვის თვალში ნაცრის შეყრას. მხოლოდ პარლამენტში ინიცირებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა გახადა ყველასათვის ნათელი, თუ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე. ყველასათვის ცხადი გახდა ისიც, თუ როგორ ფარისეულობდა სააკაშვილი დამარცხებასთან შეგუების თემაზე და რას ემსახურებოდა მისი PR კამპანია უცხოეთში. საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები გაუცებით კითხულობენ. ნუ თუ მართლა წერია საქართველოს კონსტიტუციაში, რომ პრეზიდენტს ხალხის და პარლამენტის უკითხავად შეუძლია შექმნას მთავრობა და მას ამართინოს ქვეყანა. ამგვარი ჩანაწერი, ასე კონსტიტუციურად გამყარებული დიქტატურა ხომ დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოში არ არსებობს. სწორედ ეს მიუთითა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ 2013 წლის 31 იანვარს, აი სულ ახლახან, თბილისში ყოფნისას. არის რიგი მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ცვლილებები, რომელიც სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული და მესმის, რომ ეს უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პარლამენტმა და მთავრობამ სტაბილურად იმუშაოს. აუცილებელია შეიცვალოს კონსტიტუცია, რათა სახელმწიფოს მეთაურის ძალაუფლების ლიმიტირება მოხდეს, რომელიც მას უფლებას აძლევს, რომ მთავრობა დაითხოვოს და პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობა აირჩიოს. ამდენად თავად კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირების ფაქტიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ სააკაშვილის გეგმა ჩაშლილიყო. ახლა არც მისი კოჰაბიტაციური სურვილების ჭეშმარიტების ჯერა ვინმეს და აღარც მისი კონსტიტუციური მექანიზმების. შესაბამისად, იგი დღესვე, სანამ კონსტიტუციაში ჯერ კიდევ არსებობს ეს ჩანაწერი, უკვე უძლურია გამოიყენოს ეს იარაღი. ამ იარაღით მას მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური თვითმკვლელობა შეუძლია. ნაციონალური მოძრაობა ცხადია თავისუფალი არჩევანში. მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებებს და ამით არა მარტო წარსულის სიმახინჯეზე თქვან უარი, არამედ პოლიტიკური მომავლისათვის გადადგან სწორი ნაბიჯი. ან მათ შეუძლიათ უარი თქვან ცვლილებების მხარდაჭერაზე და ამით მთელ მსოფლიოს გასაგონად გააცხადონ თავიანთი ჭეშმარიტი პოლიტიკური ზრახვები და მომავლის ხედვა. ცვლილებების განხილვის პროცესში უმცირესობის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან დაისვა საკითხი პარლამენტის დათხოვნის 6 თვიანი შეზღუდვების მოხსნის მიზანშეწონებასთან დაკავშირებით. ჩვენი წინადადება მიზნად ისახავდა ჩვენს პოლიტიკურ მზაობას ნებისმიერ დროს მიგვეცა ხალხისათვის არჩევანის საშუალება. მაგრამ თუ ნაციონალური მოძრაობის თვალთახედვიდან ეს ნოვაცია რაიმე საფრთხეს შეიცავს, თანახმავართ ვიმსჯელოთ და გავიზიაროთ მათი წინადადება. თუ იგი მკაფიოდ და საჯაროდ იქნება გამოთქმული. კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციები უნდა გამოკვეთონ არა მარტო პოლიტიკურმა გუნდებმა, არამედ თითოეულმა პარლამენტარმა. ეს იყო პირდაპირ ჩართვა კოალიცია ქართული ოცნების ოფისიდან, ოცნების ლიდერები ვენეციის კომისიის დასკვნასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობენ. პოლიტიკური ნიშნი დაკავებული და ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული პირები კი მათ საქმეებზე გრიფისაიდუმოს მოხსნას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. პოლიტპატიმრები განცხადებას ამ წუთებში აკეთებენ. კინოსახლს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ. მე მინდა გითხრათ ის, რომ ჩვენ ძალიან მოკლე დროში ძალიან ინტენსიურად და საკმაოდ მძიმე პირობებში ვიმუშავეთ. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც აქ არის ჩემი მეგობარი და იყო ჩართული ამ პროცესში ჩემთან ერთად. იყო თვითმხილველი, რამდენად რთული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ თავარი იყო, რომ ეს იყო ახალი ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე გეტყვით პირდაპირ, რომ მქონდა აბსოლუტური მხარდაჭერა მე პირადად, რომ ეს პროცესი, რომელიც დაიწყო, მიმეყვანა ბოლომდე ჩვენს მეგობრებთან ერთად. თუმცა არ არის იოლი ბუნებრივია არც დღეს, როდესაც აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტს იყენებენ იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობის დღეს დარჩენილი სახეები ამ პროცესის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. მათ ეშინიათ სწორედ თითოეული თქვენთაგანის ღია და პირისპირ შეხვედრის. ამიტომაც არ უნდა მათ არც აღიარება, არც ერთი პოლიტპატიმრის და არც მათი გათავისუფლება, არც ერთის. მათ ეშინიათ იმ შემდგომი ნაბიჯების, რომელიც ამას მოყვება და მოყვება,
იმიტომ რომ ამით არ დასრულებულა ყველაფერი, ბუნებრივია ამით დაიწყო და ბუნებრივია ძალიან კარგად ესმით, რას ნიშნავს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, როდესაც ქვეყანაში ყავს 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ იმ სიაში, როდესაც ვამბობთ, რომ ყველა ის ადამიანი არ იყო, ვინც იყო ასევე პოლიტიკური ნიში დაპატიმრებული, მე ამაზე არაერთხელ მithქვამ საჯაროდ. პირველ რიგში არ იყვნენ ის ადამიანები, ვინც იმაზე ადრე გათავისუფლდა, ვიდრე ჩვენ ამ პროცედურას დავასრულებდით და განვიხილავდით და გადაწყვეტილებას მივიღებდით, ამიტომ მე პირდაპირ ვამბობ, უჭერ მხარს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ეს სტატუსი ეკუთვნით, მიიღონ ეს სტატუსი და მზად ვარ, რომ ეს პროცესი თქვენთან ერთად, ვისაც ეს ეხება, გავაგრძელო და მივიყვანო ბოლომდე. თუმცა ამაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს მექანიზმი შევქმნათ, ეს არის ახალი პროცედურა, რომელიც უნდა დაიწყოს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი აი ხალბატონ ნორაკვიციანს ხედავ, ხო? აქ არის ცოტნე გამსახურდია ჟორჟოლიანი, თემურ ჟორჟოლიანი და ბევრი, ვინც გათავისუფლდა იქამდე, ვიდრე ჩვენ დავასრულებდით ამ პროცესს. ბუნებრივია, არავინ არ აქვს განსხვავებული აზრი, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაპატიმრებულები, უბრალოდ ჩვენ პირდაპირ გვეწერა გადაწყვეტილებაში, რომ ვიხილავდით პატიმრობაში მყოფი პირების საქმეებს, ვინც პოლიტიკურად იყო დაპატიმრებული და იყო პატიმრობაში, ან იყო ძებნაში. და ამიტომ ამ ორი კატეგორია მოექცა პარლამენტის საქმიანობის ქვეშ და ვერ შევეხეთ იმ დანარჩენებს პირველ ეტაპზე, თუმცა ჩვენ ამ საკითხს უნდა დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ უსამართლობა იქნება მართლაც, რომ ამ სტატუსის გარეშე იყვნენ ის ადამიანები, ვინც ბუნებრივია იყვნენ დაპატიმრებული პოლიტიკური. ეს იყო პირდაპირი ჩართვა კინოსახლიდან, განცხადებას აკეთებს ეკაბესელია, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მე შეგახსენებთ, რომ პოლიტპატიმრები მათ საქმეებზე გრიფის საიდუმლოს მოხსნას ითხოვენ. სამოქალაქო სექტორის ნაწილი კი სასტუმრო ამბასადორთან რუსი ჟურნალისტებისა და ექსპერტების თბილისში ჩამოსვლას აპროტესტებს. საპროტესტო აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ კრემლს საქართველოში ჟურნალისტების ჩანერგვა სურს. მათ თან აქვთ ტრანსპარანტები და პლაკატები. ერთ-ერთ პლაკატზე გამოსახულია ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაის ფოტო რუსული წარწერით, მოკლულია 2006 წლის 7 ოქტომბერს. საქართველოში იმყოფებიან რუსი პოლიტოლოგები და ჟურნალისტები, მათ შორის არიან ნიკოლაი სილაევი, ანდრეი სუშენცოვი, ფიოდორ ლუკიანოვი და სერგეი მიხეევი. ქართული ჟურნალისტიკის სკოლა რომ იხსნება უფასოდთან. პრობლემას რა შეხედავთ? პრობლემას იმაში ვხედავთ, რომ ალბათ აქ მიზანი ერთია მხოლოდ. მოგეხსენებათ რაც ესეთე დაანებეთ საქართველოს თავი არ არის საჭირო რუსულ ენას სწავლობენ სკოლაში. რუსეთის პუტინის მოსკოვის მორიგ მცდელობას, რაც არის კაკებეს და აწუყა ფსბ-ს აპროდირებული მეთოდი ჩანერგოს სხვადასხვა ქვეყნებში თავისი აგენტურული ქსელი ჟურნალისტებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემოსვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტის დამზადება გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. გაირკვა, რომ კოლეჯ გამას დირექტორი, ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის რეფერენტი და ამავე დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ფულადი სარგებლის მიღების სანაცვლოდ ყალბ დიპლომებს ამზადებდნენ. აღნიშნულ პირებს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველების მიერ წინასწარ დანიშნული თანხა 1500 ლარი აღმოაჩნდათ. პოლიციის მიერ ამოღებულია კონკრეტული პიროვნების სახელზე დამზადებული ყალბი დიპლომი. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემოსვანეთის სამხარეო პოლიცია იძიებს. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემოსვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გადაღებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე 2013 წლის 2 თებერვალს დააკავეს შპს ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის 2 თანამშრომელი და შპს კოლეჯი გამას დირექტორი, რომელთა პირადი შრეკის შედეგად ამოიღეს წინასწარ ქიმიურად დამუშავებული ფულადი თანხა 1500 ლარის საერთო ოდენობით 1 ცალი ყალბი დიპლომი და ბეჭედი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372 მუხლის 1 ნაწილით. ქუთაისში ხორცით მოვაჭრეები უკვე მე-10 დღეა გაფიცულები არიან. ყასბებმა დღეს აქცია საქართველოს პარლამენტის წინ გამართეს. აქციას აჭარის სამეგრელოს და იმერეთის რეგიონების ხორცის რეალიზატორები შეუერთდნენ. პროტესტის მიზეზია სურსათის უვნებლობის სამსახურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პირუტყვი მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ სასაკლაოებზე უნდა დაიკლას, რაც მეხორცეების აზრით 20-25%-ით ფასის მომატებას გამოიწვევს. ქუთაისიდან მირიან გორგოძეს ჩავრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც დეტალურად ისაუბრებს აქციის მონაწილეთა მოთხოვნების შესახებ. მირიან, გისმენთ.
დიახ, უკვე მეათე დღეა, რაც ქუთაისში ხორცით მოვაჭრეების გაფიცულები არიან. დღეს საქართველოს პარლამენტის წინ ქუთაისელ ხორცით მოვაჭრეებს შეუერთდნენ ხორცის რეალიზატორები აჭარიდან, სამეგრელოდან, იმერეთის სხვადასხვა რეგიონიდან. მე შეგახსენებთ, რომ ამ ადამიანების პროტესტის მიზეზი გახლავთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით საქონელი უნდა დაიკლას მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ სასაკლაოებზე. ხორცით მოვაჭრეები ამბობენ, რომ სხვადასხვა რაიონებიდან ცოცხალი პირუტყვის ჩამოყვანა ქალაქში არსებულ სასაკლაოებზე მათ ხარჯს გაუორმაგებს, რაც ხორცის ფასის მომატებას გამოიწვევს დაახლოებით 25%-ით, ან შეიძლება უფრო მეტი პროცენტითაც მოიმატოს ხორცის ფასმა. ზოგადად მეხორცეები ასევე ადასტურებენ აზრს იმის შესახებ, რომ ისინი სასაკლაოების მოწყობის წინააღმდეგი არ არიან, მხოლოდ ეს სასაკლაოები უნდა მოეწყოს მსხვილ რაიონულ ცენტრებში, სადაც იქნება ვეტექიმები, რომლებიც გაცემენ ეგრეთ წოდებულ ფორმა 2-ს და აი ამის გამო ამ ადამიანებს ცოცხალი პირუტყვის ჩამოყვანა აღარ დაჭირდებათ ქალაქში არსებულ სასაკლაოებზე. ჩვენ ხა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ ამ ადამიანების მოსაზრებები. ერთეული ადამიანების ხელში უნდა მოექცეს ფულიც, გლეხი კაცის ნამუშევარის და ყველაფერის და ამას გვინდა რომ დაესვას წერტილი და ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ეს მონოპოლისტური წარმონაქმნები საქართველოში. ეს არის გლეხის დაქცევა, მომხმარებლის დაქცევა და თვითონ გამყიდველის დაქცევა რა თქმა უნდა. და ახლა მთავრობა თუ ზრუნავს ხალხზე, მაშინ უნდა იზრუნოს. გლეხიც მისია მოვაჭრეც და ყველა, ხო? რა ვიცი, ჩვენ ძალიან წინააღმდეგი ვართ და კანონებს ყველაფერს ვიცავთ ჩვენ. დიახ, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხორცით მოვაჭრეების გაფიცვა უკვე მეათე დღეა, რაც მიმდინარეობს. ისინი ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი გაფიცვებს არ შეწყვეტენ. სურსათის უნებლობის სამსახურის გადაწყვეტილება ხორცით მოვაჭრეებმა გააპროტესტეს. ეს იყო მირიან გორგოძე ქუთაისიდან. გამოშვებაში ახლა რეკლამის დრო, ახალი ამბებით რამდენიმე წუთში დაბრუნდებით. ჟურნალისტების კონკურსით აღინიშნა კრონბახერის 2010 წლის იუბილე. ბევრი ლუდი, კარაოკე და ხალისიანი განწყობა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მედიის წარმომადგენლები გამარჯვებულების და დამარცხებულების შეფასებას არ აპროტესტებდნენ. ჩვენი სიუჟეტი კვირის ყველაზე სახალისო ადგილიდან. გერმანულმა ლუდსახარშმა კრონბახერმა 210 წლის იუბილე მედიისთვის და მომხმარებლებისთვის სახალისო განწყობით აღნიშნა. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები რესტორანთა ქსელს ღირსშესანიშნავ თარიღს ორიგინალური მილოცვებით გამოურჩევდნენ. Ულოცავ კრონბახერს დაბადებით და არასწაული დაუშვა. ეს კრონბახერია იუბილარი. თან დაუწია ფასებს. კოსტით გეხვევით და მიირთვით კრონბახერი განთასარეველუდია. რაც შეეხება მედიას, აქ კონკურსი მკაცრი პირობებით დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ ლუდი საუკეთესო ხარისხისა იყო, გუნდისთვის წინაპირობა მაქსიმალურად მეტი ოდენობის კათხის დალევად დადგა. სადაც მეცხრე არხის წარმომადგენლება დიდი უპირატესობით ყველა საჯობეს და კომპანიის მიერ დაწესებული პრიზის დამსახურებულად მიიღეს. დალიე, ოდაჰა დავლიე მე. თუკი ლუდის სმაში მეცხრე არხი პრაქტიკულად უკონკურენციო იყო, კარაოკემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მედიის ხმამ ბერ კონკურსებს გადაუსწრო და მსმენელებს ოვაციები არაერთხელ მოსწყვიტა. ჟიურის ობიექტურობა კი მართლაც რომ ობიექტური იყო. მთავარი კრიტერიუმი მათთვის საუკეთესო შესრულება გახდათ, რაც ბოლო დროს გამართული კონკურსებისთვის დიდ იშვიათობად იქცა. არ არის არც კონკურენცია, პირველ რიგში არის მეგობრობა, კოლეგიალობა. კოლეგიალობა საერთოდ ეს სიტყვა არ მიყვარს. პირველ რიგში არის მეგობრობა. იმდენად გადატვირთული რეჟიმი გვაქვს ჟურნალისტებს და იმდენად რთულ პირობებში მუშაობთ, რომ პერიოდულად ესეთი აქციები არის ძალიან სახალისო და ძალიან მიხარია, რომ მესამე ადგილზე გავედით, ძალიან კარგი იყო. ლამაზმა საღამომ და ჟურნალისტთა ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებამ ანალოგიური კონკურსების გამართვის აუცილებლობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ახალი ამბებით პირველ საათზე დაბრუნდებით, დაგველოდეთ.